მოგესალმებით ქართული ტივის ეთერიდან. თქვენ უცგერთ გადაცემას ცოდნის კიბრი, რომლის წამყვანი და ავტორი გახლავართ მე, მანანა აბაშიძე. გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ყოველ ოთხშაბათს 22 საათზე. ხოლო განმეორებითი ხილვისურვილი შემთხვევაში ეს შესაძლებელია მეორე დილით ხუთშაბათს 7 საათზე იხილოთ. დილის 7 საათზე. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჯერ ერთი ყველა ქვეყნის ყველაზე პატივსაცემი საზოგადოება მწერლებია, ყველაზე დიდი ძალის მქონენი. ჯერ ერთი ეს მახარებს ძალიან და მეორე ის, რომ ბატონი ბაღათერ არაბული, რომელიც ხან თავმჯდომარეა მწერალთა კავშირისა და ხან თანათავმჯდომარე, მობრძანდა დღეს გამოძებნად რო და მობრძანდა ჩვენს მაყურებელთან შესახვედრად. ძალიან მიხარია ის, რომ ბატონი ბაღათერი ოფიციალურად მოწვეული არ არის, ის ჩემი ძალიან კარგი მეგობარია, რითაც სული ზეიმობს. ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივია და წარმოიდგინეთ თქვენ არც ერთი წიგნი ჩემი მე არ გამიგზავნია მწერალთა კავშირში, არც არავისთვის მithქვია და ბატონმა ბაღათერმა დამირეკა და ასეთი წიგნები მხოლოდ მწერალთა კავშირის წელს უნდა ჰქონდესო. უღრმესი მადლობა იმის დანახვისთვის, რა სიყვარულითაც მე და პატივისცემით შევქმნი ის წიგნები და კინისით ბატონ ბაღათერ რა ხალხია იქ რჩეული და ძალიან მომწონს ნუგზარ რუხაძის ეს ინგლისურის უსადომცოდნელი როა და ამერიკაშიც მოვაწაობდა მისი შეფასება. მირეკავს ერთ-ერთი მეუბნება, რომ მანენო 700 გვერდიანი წიგნი დავასრულეო და უი რა კარგია მეთქი და რა არის კარგიო. ამასო წაიკითხავენ სასწავლოაო და გადადებენ და შენი წიგნიო საუკუნეებს გაუძლებს, იმიტომ რომ ყველას დაინტერესებს იმ დროს განათლებული საზოგადოება რით იკვებებოდაო. მე მომეწონა შეფასება, რას ეკუთვნით ბაღათერ. ხო, ეხლა მინდა მოგახსენოთ ბატონი ბაღათერის კაბინეტიდან რომ გამოვიყვანეთ, აი კაბინეტს მიღმა დაგანახოთ როგორია. ყავს მეუღლე, 2 ბაჟიშვილი, სვანი მეუღლე, სხვა შორის და გვარი პირველი. ხო, რა გინდათ ახლა მე მაგალითად. სულ თებში ხართ, პირველი და არაბული. და ყავს 4 შვილიშვილი. პირველს ვიცნობ ნანახი მყავს და მოიცადეთ თაია. ხო. ის იყო პირველი ხო იყო ის პირველი შვილიშვილი იყო მახსოვს ეკა. ეხლა მინდა უკვე დავიწყოთ. როგორ ფიქრობთ, ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი? პირველ რიგში მოგესალმებით ბატონ მანანა, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს და თავიდან მინდა აღნიშნო, ერთხელ ყოფილა ამ ტელევიზიაში და ერთ-ერთი ჩემთვის საყვარელი ტელევიზია, იმიტომ რომ მართლაც ქართული ტელე არის, რომელიც ქართულ საქმეს აკეთებს. თავისუფალია. ცნობიერებას, ღირებულებებს, ლიტერატურას, მეცნიერებას, კულტურას, საერთოდ ჩვენ ამაზე ვდგავართ. და ეს არის უმთავრესი ჩვენთვის და ყოველთვის როცა აქეთ ეძახიან, მოვდივარ ხოლმე და მინდა ტელევიზიის ხელმძღვანელობას ყველა მათ, ვინც ხელს უწყობს ამ ტელევიზიაზე ეხმარება, ყველა დიდი მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ დავაფასეთ და ხელი არ შევუწყოთ ყოველივე იმას, რაც ქვეყნის აღშენებლობას, ქვეყნის სულიერების გამტკიცებას ემსახურება, მაშინ ჩვენი მოღვაწეობა დაკარგული არის, არაფერი არ არის. სწორედ ასეთი ტელევიზიები, ასეთი სულიერი სამყარო ქმნის ერის სიძლიერეს და სიმტკიცეს და ქართული ტელე არის მათ შორის ერთ-ერთი. დიახ, და მე მხოლოდ ის მხიბლავდა, ესე იგი რომ აბსოლუტური თავისუფლება მომცეს. მე პოლიტიკაში არ ჩაბერებოდით. მე მაქვს სრულიად თავისუფალი და ძალიან მომეწონეს, რომ შენი ნიშა გაქვს ნაპოლეონი და ამდენად რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, რა თქმა უნდა, ყველა შეკითხვაზე არსებობს პასუხი.
და პასუხობელს აქვს თავისი შეხედულება და თავისი ხედვის არაერთგვაროვანი რა თქმა უნდა, არც უნდა იყოს ჭეშმარიტების გამოხატველი და იმ ცნობიერების გამოხატველი, რომელიც მას წარმოაჩენს როგორც სიმართლეზე, როგორც ჭეშმარიტებას. კი ბატონო. ეხლა მინდა გკითხოთ. როგორი ბავშვი ბაღათერ არაბული, როგორი იყო მისი ხმაძურკაცობა სკოლის პერიოდში? სხვათა შორის თუ დაუჯერებთ ახლობლებს და ჩემ თავსაც მოხსოვს, ნორმალური ბავშვი ვიყავი, სხვა შორის გამორჩეული სკოლაში ცეკვავდი და მოცეკვავი ვიყავ ერთ-ერთი საუკეთესო შედავდი სპორტში, უმაღლეს სპორტსმენში რეკორდი ჰქონდა ხელსურეთის და აქ სპორტ შეჯიბრი იყო ბავშვების დინამოს სტადიონზე და პირველი ადგილი ავიღე აი ამ უმაღლეს სპორტსმენში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და სწავლობდი საინტერესო სამყარო ჰქონდა შექმნილი. კი, ბავშვი და ყოველ შემთხვევაში ჩვენთან იმ პერიოდში თან ასე იყო რომ ციგნი ფასობდა და სწავლაც ფასობდა ესე ხელსურეთში დაამთავრე მებარისალოს სკოლა ინტერნატი და ჩვენ ბავშვები ერთმანეთს ვიჯიბებოდით სწავლაში. ვინ მიიღებდა მეტ ხუთიანს და ვიყო პირა როდესაც ხუთიანი ქონდა ყიაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მერვე კლასამდე 4-იანი არ მიმიღია, ესე დაამთავრე, მე თან გამოვასწორეს. საპატიო დაფა ჰქონდა. საპატიო დაფა ჰქონდა თავისთავად. როგორ ხარო და შევდით და საპატიო დაფა ჰქონდა და მე დავაარსე გაზეთი, კეთილის გაზეთი, რომელსაც ხა პოეზიის კერა. ესე იგი იქიდან მოვართულობა. და იქ ჰქონდა ჩვენ 4 სვეტი იყო, 4 სვეტი და ვინც ვიყავით იქ შემოქმედებით ინჭი დაჯილდოებული თუ შეიძლება ასე ითქვას. ის ბავშვები ამ 4 სვეტზე 4 ვიყავით გამორჩეული სკოლაში. ეს მე-7 და მე-8 კლასი, მე-9 კლასი უკვე და თითოსვეტი გვეთმობდა ჩვენ. აი აქ და ყოველ რამდენად სტიმულია რა. იპეროში ტელევიზია ამუშავდა ხელსურეთში თავის საცხადია რადიოც თქვა თითო როლა შეიძლება იყო და უბრალოდ ეს ვაკუუმში იყო ფაქტობრივად ხო და კეთილის გაზეთი გამოუწი პოეზიის კერა დილით ესე იგი ბავშვები მისეული ყავდნენ კედელს და ესე იგი კითხულობდნენ ამას და მოკლედ რასაც ელმოსახელი იყო რამდენიმე ნომერი გამოუწი თავის დავაცხადე მე იქ რაღაც რევოლუციურ რაღაც ელემენტები შეიტანა ჩვენ რა ქვია ხო რომელიც იგი რაღაც ცოტა სიახლეები გვინდა რაღაც გასვლა გვინდა სივრცეს ახალი სივრცეები რაღაცები და უბრალოდ ვერ ეკითხეთ თქვენ სწავლას მიხედეთ სწავლას მიხედეთ მიუყვება საქმე აკეთებს მიუყვება ისე სწავლას და დავისწავლე დაამთავრე ხუთებზე და მოვეწყო იმავე წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და მეორე წელს მოვეწყო ეს ხო დღე და მეორე წელს მოვეწყო სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის ოღონდ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ხელოვნების ფაკულტეტზე საღამოს დღე ვიყავ პოლიტექნიკურში გპ-ში და საღამოს აკაკებაქრას მიკითხავდა ლექციებს ლეონიძე იყო კიდე იდეპარა თაყაიშვილი იყო კიდე არ თაყაიშვილის სხვა საოცარი სამყარო იყო თარატო მიხარებდა თქო მამა აქ ჩვენ გპ-ში ვიყავით სულ ბიჭები და როგორ გაიყო რა ხელმოკლე გოგოები საღამოს შვილის ნახევარზე იწყებოდა და ესე იგი დიდი სიხარულით გავგოდი იქ რა ქვია ჩემი გოგო და იქ დახლა არ იქნო არა რა თქმა უნდა ესება სტიმულია აფეციალები ახალი მეგობრები და რა ვიცი აი ეს ყოველ შემთხვევაში და ერთი დეტალიც რომ იმ პერიოდში სწავლის პერიოდში ჩემი საუკეთესო პერიოდი იყო ალბათ ამოცინავე მოსავდერო იყო ამის გამო გამოგზავნეს არტექში რაიონ და ორი ბავშვი გამოგზავნეს და ერთ-ერთი ბავშვი იყო მე სხვათა შორის და ექჩეულების მე კლასელი იყო და ამ დროს რუსული არ ვიცი საერთოდ და ეს თან სექტემბერში გამოგზავნეს სექტემბერში იქ სკოლა იყო და როდის გაიგეთ რომ მიდიოდით ну ერთი თვითადრე თუ ორი თვითადრე რუსულში და ვიხრაბ ერთი რუსულს მასალები არ სპორნა ალბათ რუსულს მასალები არ ყავდა როგორც ქართველი რომელიც რუსულს მასალები მაგრამ ისე იცოდა რუსული ისე რა ქვია ახლები და ისე რუსული ლექსები და რუსული წიგნები ყოველ შემთხვევაში ჰქონდა და ვისწავლებოდა თავისთავად გასაგებია ეხლა მინდა ერთი ჩემი მიგნება უცბად აი ესე იგი რაღაცას ვკითხულობდი და შევისვენე და ამომიგებდი და რა კითხვა როცა გადავწყვიტეთ რომ ჩვენ უნდა შევხვდროთ ამ სტუდიაში ეხლა უყურე
ბახათერ არაბული. წერალთა კავშირის ხან თავმჯდომარე, ხან თანათავმჯდომარე. კი ბატონო. ეს ვისაც მე ვიცი. ყობა არაბული. ყველა იცნობს ფილოსოფიური ისინი აქვს ნაშრომები. და აქვს თუ არაბული. აკადემიკოსი კაცი რა გჭირთ ხოშკიციერ გამაგებინოთ რომ არაბულებს ეხლა სოფელი არის ძალიან მცირე რიცხოვანი მაცხოვრებლებით ხო? და ეხლა ერთი სოფლიდან შემთხვევაში ერთი ის განაყრები ვართ. კი. ამდენი სახელოვანი მთაში ხა მე ეს მოგემატათ, მაგრამ არაბულები თალკენ, ეს სამი არაბული არ კმარა, ერთიც კმარობდა, მაგრამ მე ბოდერზე მოგემატათ შორები იმ პერიოდში მას ვიძახრო, ესე მიზანსტრაფული თაობა იყო. ესე მე მერვე კლასიდან დავიწყე მომზადება უმაღლესი ჩაებარებინ, არავის არ უთქოს არც დედა ჩემს, არც მამა ჩემს არავის. ესე იგი მე უკვე ვიცოდი რაც დავაკეთე მიზანსტრაფული. და როცა ბავშვი მიზანსტრაფული ეს იმცინსაც კითხულობს იმ ყველაფერს მობილიზებული არის და მობილიზების შედეგი არის ყველაფერი რომ ვთქვათ იგივე რატომ მოხდა მაინც მობილიზება არაბულებში სხვა შესრულებით ძალიან წარმატებული მაგრამ არაბულები კი ხო არაბულები ესე იგი ერთი იმიდან ნუ ახლა სხვა შესრულებში რომ ესე არაბულები ყველაზე ძლიერი ვარიანტია ხო და ბატონო და სამივეს ძალიან კარგად ვიცნობ და სამივე მიყვარეს გეთახმებით შესანიშნავი არაბულებია გამორჩენილი კი, ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს მეც. ხარ თუ არა ეს ვინც გინდოდათ ყოფილიყავით? მე ფიქრობ ალბათ ვარ, იმიტომ რომ მე შვიდე მერვე კლასში უკვე იბეჭდებოდა ჩემი ლექსები ნოჩ ნელინელი. გაზეთი გამოდიოდა. ჩვენ აგზავნებთ წერილებს პოსტის კონვერტით. და იქიდან პოსტის კონვერტით მოვიდოდა პასუხი რომ ეს ჩემი ლექსები მოწონებულია და ამბეჭდა და მოახერხეს მომში და ეს იყო ჩვენთვის საოცარი ალბათ გამიადგინეთ და იმ პერიოდში მონაწილეობდი ხშირად თბილისის მოსავლეთა და პიონერთა მოსავლეთა სასახლის რესპუბლიკურ კონფერენციებში, შემოქმედებით კონფერენციებში. და იქაც ხაშოს გამორჩეულად ჩანდი ბავშვებში. თავის ქება გამომდის, მაგრამ ასე აციყავი ხესური ფორმა მეწა ჯერ იმიტომ თუნდაც რომ ეს ხესური ფორმა მეწა ხანჯარი წელზე და ასე ბავშვებში რაინდული შემოსილი. ეს ბავშვები დამდებდნენ უკანავდა ჩემი მომავალი მეგობრები, რა ის გიგავიცა ლაშა თაბოთაშვილი, რავა საყვარელიძე, სხვები რომლებიც გამორჩეულები ნინო რამიშვილი პერიოდში ასწავლეთ სოციალური აღარების და ძალიან გადაწყვეტია. და ეს ბავშვები ბავშვებს იქ შეხვდი და ეგავიცების. ეხლა რა არის? ჩვენ პირველ საუბარში ერთი რაღაცა ლექსებს განვიხილავდით. და მაყურებლისთვის ალბათ ინტერესმოკლებული არ იქნება ეს სამყარო. უნდა გავამხილოთ. ხო და ძალიან მომეწონა ის ლექსი. და რაღაცა აგიცემცემდა თვალები. ხო და ეს რომ მოგეწონაო, მე ამ ლექსებს თუ შეყვარებული არა ვარ ვეწერ. თავისთავად ცხადია. მიგი შეგეს აწვიდრეს. თქო, სიყვარული არის ყველაფრის საფუძველი. კი ბატონო. ჯერეთი პირდაპირ გაგებით სიყვარული თქვათ თუ შეჭი არ არსებობს და ეს მუხტით არ არსებობს. საბრალოა ვერც სფეროში მეცნიერება ტექნიკური მხარე თუ რაც იქნება შენ სიყვარული გაძლევს სტიმულს. თავისთავად პოეტების და პოეზიის ეს ცნობილი ფაქტია რომ ესე იგი ხან კონკრეტული პიროვნება ვიყავთ, ხან გამოგონილი პიროვნება ვიყავთ და ხშირად ახასიათებთ რაღაცა ისეთი ჩართვები მოდის რომელიც აი თითქოს შენ უნდა გეთქვა. ხო და მე არ დამავიწყდება იმ წიგნზე რომ მუშაობდი და წიგნის იქ ვინც არიან 55 ადამიანია, რასაკვირველია არის ბატონი ბაღათერ არაბული. და როცა მე კითხვები გადმოგეცით, რომ ეს ჭირდება მალე პასუხები, როცა იმ წიგნს ვასრულებდი. და თქვენი შეფასება იყო ასე. მანენო, მე ვიგრძელი, რომ რაღაცა მაშინ ჩვენ ერთნაირად ბაზრობნებთო.
თქვენ ყარით ეს ჩემთვის რამოდენად სტიმული იყო რომ ამ მასშტაბის მწერალი რომანტიკოსი აი სიამოვნებს ადამიანს თქვენი წიგნების აკითხვა გეუბნება თუ შეგაფასებს ასე ეს ჩემთვის დიდი ის იყო აი პატივი და უღრმეს მადლობას მოგახსენებ ეხლა გადახმარეთ ხალხთან ეს დამოკიდებულებიც ეს შეხედულებიც ადამიანებზე პარლევა და მშრალდება თვითონ მეორე პიროვნებისგან ის როგორი აზროვნებით, როგორი შეხედულებებით, როგორი მრწამსით გამოირჩევა და ეს არის დამთხევები შენ განწყობილების, შენს ფიქრებს, შენს განწყობილების, შენს აზროვნებას ეთქვა და არის როდესაც მას სხვა განწყობილება აქვს. აი როდესაც მე ნახე წიგნი, რომელსაც თქვენ შექმნით მართლა შესანიშნავი წიგნი და იქ ჩემი ისიც არის თქო ეს ხო შესანიშნავი წიგნი და იქ ჩანდა უკვე თქვენ დამოკიდებულება რამაზ პატარიძის მიმართ და ჩვენ რამაზ პატარიძე პიროვნება რომელიც იყო ერთ-ერთი საუკეთესო პიროვნება და სამაგალითო იყო ქართული ერისთვის და ცნობიერებისთვის ხო თავისი მოღვაწეობით, თავისი საქმიანობით, თავისი ცხოვრების სტილით და ასე შემდეგ. აი მისი მეგობრის თქვა და მასზე დაწერილი წიგნის ავტორთან თავისთავად ცხადია სულიერი კავშირი გაქვს და რაღაც აზროვნება თქვა თანახვედრა არის. ეს იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ჩვენ მანამდე არ ვიცნობდით და ჩვენ წიგნმა რამაზ პატარიძემ გამოსცა ჩვენ ერთმანეთს. კი ბატონო, კი ბატონო. ფაქტობრივად მე ვფიქრობ რამაზ პატარიძეს უხარია რომ ჩვენ ახლა მას ველაპარაკობთ და რა საკვირველია და ისიც ვიცით მაგათე რომ ჩვენ ამაზე საუბარს არ შევწყვეტთ. ბატონო რამაზ პატარიძე ის პიროვნება მანამდვილი ქურუმი რომელიც არ უნდა დაივიწყოს ხალხმა და აკაკი ბაქრაძე ახსენეთ და აკაკი ბაქრაძის ნათქვამი გამახსენდა ეხლა იმდენად ეზიზღებოდა შოთა რუსთაველი რომ სახელმწიფოები დაივიწყესო. ხო ეს არის ბატონ ხო, მაგრამ ბატონ რამაზე მეუბნებოდა რომ ჯაყელი იყო დედამისი და ბაგრატიონი ბაგრატიონი, მაგრამ არაბრი ადამიანი ისეთი, რომელიც რაღაც კვლევის შედეგად დაგვისაბუთებს ამას. ამაზე მუშაობდა ბატონ რამაზე. კონკრეტული თქვა თავისთავად ცხადია საბუთები და მტკიცებულები არ არსებობდა, მაგრამ არსებობს ეს გადმოცემა. თავისთავად რამაზეც ერთმანეთს და გამოსულ სხვაზე ისტორიულ წყაროებს და აქედან გამოდიოდა მის დასკვნები. კი. ხო. ეხლა ერთი დღით გთხოვეს განათლების მინისტრის კაბინეტში შესვლა. ყველა უფლებით. პირველი სამი განკარგულება რაც იქნებოდა იქნებ გითხრათ. პირველი სამი, რასაც მოასწრებდით ახლა ყველაფერს. სიმართლე გითხრათ, განკარგულებების ალბათ 3-ზე მეტიც იქნებოდა, რადგანაც დღევანდელი განათლების დონე, განათლების სისტემის თქვათ არის მთელი სფერო, ძალიან ბევრ კითხვებს ბადებს, ეს არ არის თქვათ მარტო დღევანდელი ხელისუფლების თქვათ ბრალი, შეიძლება არ არის მათი ბრალი, ეს დამკვიდრდა უკვე თავს მოუხვეული. კი, დამკვიდრდა უკვე წინა ხელისუფლებისგანაც და მოახსნა დღემდე, იმიტომ რომ ბევრი რამე არის შეცვლილი სკოლებში, ბევრი რამე შეცვლილი უმაღლეს სასწავლებლებში, ფაქტობრივად სახელმძღვანელოები შედგენის მეთოდიც ალბათ შეცვლილია და მოსამზადებელია, იმიტომ რომ ბავშვი პირველი კლასიდან მე-10 კლასამდე თუ მე-15 კლასამდე უნდა იღებდეს იმ ცოდნას და იმ სულიერ საზრდოს, რომელიც მას მთელი ცხოვრება გაყოლა საზოგადოებაში. რითაც გამოიკვეთება. და სამწუხარო დღეს მასწავლებლების პრობლემაც არის. დაწყებით კლასებში და აუცილებელი არის რომ ესე იგი მოხდეს სრულიად დიდი რეფორმა ალბათ განათლების სისტემაში დაწყებული სკოლის პროგრამით, დამთავრებული უმაღლეს სასწავლებლებით და მოხდეს რა თქმა უნდა თავისთავად ბევრი ისეთი საკითხების დასმა, რომელიც თვითონ იმ ბავშვებს გამოადგება. ეს იქნება იქ მობილურების შეტანეს, კიდე კერძო სკოლები იყოს, ხოლო მე ვიცი არაერთხელ მას დავწერდი მე გაზეთში და კომენტარებში სოციალურ ქსელში, რომ ესე იგი არ შეიძლება ბავშვს მობილური შეატანინო გაკვეთილზე. ის ბავშვი ხოლმე
ამაზე ფიქრობს და ახლა ეს ალბათ სხვებიც იყო იმაში თავის ხარჯის ჩართული და ჩემას ზიანებდნენ და როგორც ვიცი უკვე საჯარო სკოლებში, ოფიცერ სკოლებში ბავშვებს გაკვეთილზე არ შეერთ ეს მობილურობა და ინახავენ. მაგრამ კერძო სკოლებში ისე ყოფილა დაშვებული. კერძო სკოლებში თან ყოფილა ისე რომ ესე იგი ინტერნეტი დაძლევენ რაღაც დავალებებს და რაღაც მობილურის და რაღაც ასეთი იმას უკვე საფუძველი აქვს, ამიტომაა. ამიტომაა, ესე იგი არაფრით არ შეიძლება და ჩემი პირველი ის იქნებოდა თქვა განკარგულებად რომ მოხდეს სრული რეფორმა დაწყებითი კლასებიდან დამთავრებული უმაღლეს სასწავლო პროგრამების და მოხდეს მასწავლებლების ასე ვთქვათ კვალიფიკაციის ამაღლებისთვის გამოცდების ჩატარება. ამას შეიძლება დავარქვა პედაგოგიური ფაკულტეტი და აი ეს პუშკინის ინსტიტუტი რო იყო ახლა გახადეს ილიანი და ეს არის ლიბერასტული განათლების ასე ვთქვათ ერთ-ერთი საფუძვლის გამდები საქართველოში როგორც ბავშვებს თავო გამოზარდა ბავშვების პრობლემის დღეს მე არც ერთი ბავშვის და ახალგაზრდის მართალიტარი გულის ცხენა არ აქვს მაგრამ თავის ხად მათი მართლა მაქვს ცხენა რომ ბავშვი არასწორად ვითარდება. არასწორად ვითარდება, ის მისი ბრალი არ არის, ვიც მასწავლებელი ყავდა. მასწავლებლის ბრალია. ამიტომ უნდა ჩატარდეს სკოლებში ალბათ გამოცდები, სკოლებში მასწავლებლების, რამდენი კვალიფიკაციურია მასწავლებლები, ასე უმაღლეს სასწავლებლებში, იმიტომ რომ არ შეიძლება ბავშვებთან მიუშვა ისეთი მასწავლებელი, რომელიც სამშობლოში ყოველს არასწავლის, თავისი წარსულის ყოველს არასწავლის, არასწავლის უფროსის პატივისცემას, თავისი ისტორიის პატივისცემას და უბრალოდ რაღაც ლიბერასტული ქვეყნის მიმართ უნდა გაგაჩნდეს. რაღაც ლიბერასტული ეთქვევას. აი ეს მეორე განკარგულება იქნებოდა. და ფიქრობ რომ იგივე თქვათ მესამე განკარგულებაც ახლაც კი აკეთებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ. ჩვენ სტუდენტები ჩემ დროს ხამიან მიწებს სხვადასხვა ადგილას მივყავდით ჩვენ და შრომითი ბანაკი ეგურგეს ნამყოფი ვარ მე და ხამირზე ნამყოფი ვარ სტუდენტები ჩვენ სტუდენტები ვიყავ ესე იგი ამ სტუდენტების ერთად ყოფნა მათ ერთმანეთთან აკავშირებს და განადგურებს მათ სულიერებას მათ პატრიოტიზმს ეგურგესი ჩემი აშენებულია მე გონია და ხამირი მიწები ვყავდით რომ ვიყავი იქ რა ქვია უკამენკა იყო რაც მახსოვს სოფელი პეტროპავლოვსკის რა ვიცი და იქ დინარე იში ჩამოდიოდა ესაც კი მახსოვს ყველაფერი და ჩემი მეგობრები აი ჩვენ მეგობრობა იქიდან გამტკიცებული არის ჩემი ჯგუფელების როგორც მე არის ყველაზე ეკლესია ვაშენე ჩვენ არის ყველაზე ეკლესია ნიკოლოზის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია არის ჩვენი ადგილი ჩემი ჯგუფელები ჩემი მეგობრებს და დღესაც ჩვენ ერთმანეთს ხვდებით ჭირია ხალხია ჩვენ მეგობრები ერთადერთად დღევანდელი სასწავლო პროგრამის მიხედვით არ შეიძლება რომ ესე იგი ასე თავისუფლად ბავშვი აღარებს თქვათ ფუნდა ფილოლოგიურზე და ფილოლოგიურზე თუ არ უნდა მას ჩაწერი მოდი რომ მინდა სამედიცინოზე მინდა პოლიტექნიკურში მინდა რაღაცებში და თუ ვერ დააგროვა ფილოლოგიის საკმარისი ის ხდება იმ ფაკულტეტზე რომელიც მას არ უყვარს არაფერს და ესე იგი ამთავრებს ესე იგი რაღაც იურიდიულს ამთავრებს რაღაც საერთაშორისო ფაკულტეტს თავს მოხდებს რომელიც არაფერს არ გამოდგება ბავშვი მიღებული აქვს უკვე დიპლომი საერთაშორისო რაღაც ფაკულტეტის დამთავრების და მას ვერ თოხს აღებინებ ხეთში და ვერ ბარს აღებინებ არ შეიძლება ჩვენ პერიოდში საქართველოში იყო 10 უმაღლეს სასწავლებელი გაუტომანა ეს იყო სოხუმის, ეს იყო ბათუმის, ეს იყო ქუთაისის, ეს იყო თბილისის რამდენიმე პოლიტექნიკური სახელმწიფო უნივერსიტეტი, პუშკინი, უცხოენები, სასოფლო და 10 უმაღლეს სასწავლებელი იყო მეტი არ იყო. და სრულიად საკმარისი იყო. დღეს არის 60-70-მდე უმაღლეს სასწავლებელი. აქედან 40-მდე არის დამოუკიდებელი და 30-მდე თუ 20-მდე არის სახელმწიფო. და ესე იგი დღეს ბავშვი არ რჩება უმაღლესში რომ არ მოხდეს, არ ჩააბაროს. აი ესეც საოცრად უნდა აიგრძალოს, იმიტომ რომ არ შეიძლება რა ქვია ასეთი მთელი ბავშვების კონტინგენტი სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში. მე მას შენ ვერ მიაგუნდა სპეციალობა შესაძლებელი. ვერ მიაგუნდა მას ვერ სპეციალობაზე, ვერ მშენებლობაზე მიიყვანა მას მუშაობდა და ვერაფერი, იმიტომ რომ მას დიპლომი უდევს ამბიცია. ხმამაღალი რატო დასათაურებდა და საერთაშორისო იურისტი თუ რაღაც საერთაშორისო ეკონომიკის სპეციალისტი.
და ის არც მშობელი მიუშვებს მას. ჩვენ როზიკო სპეციალობებით იყო ასე ვთქვათ პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხო იყო პოლიტექნიკური პოლიტექნიკური სასწავლებელი, პატარა სასწავლებელი, სადაც ლესაობას, სადაც მშენებლობას და რაღაცებს სწავლობდნენ ბავშვები. ჩვენ ყავდა ჩვენი სპეციალისტები, მშენებლები, ლესავები, უძლიერესები. დღეს ჩვენ დიდ ობიექტი რო შენდება და რაღაც უცხოელი გაშენებენ, ჩვენ მუშებს არ ენდობიან. და ჩამოყოფ უცხოეთიდან აღოჩერვაპირებთ ორი მიკროქალაქის აშენებას აქ თბილისში და მეორე იმაში გონიოში არაბები აშენებენ არაბები ჩვენ მუშებს არ მიენდობიან ისინი ჩამოიყვანენ თავის მუშებს ჩამოიყვანენ და აი ეს პრობლემები ქონი ძალიან დიდი მას ერთობლიობას და ამიტომ ეს ყველაფერი არის განათლებაზე დამოკიდებული პრინციპულ დამოკიდებულებაზე განათლების სამინისტროს თავისთავადია ყველაფერს აკეთებს ამისათვის მაგრამ აუცილებელია პრინციპური გადაწყვეტილებები მიიღება იმისათვის რომ ჩვენ მეცნიერები ყავდნენ ჩვენი სპეციალისტები ყავდნენ და ჩვენ არ ვიყავით გამომყენებელი დღეს ჩვენ ჩამოვაყალიბეს გამომყენებელერად ჩვენ ყველაფერს ვიყენებთ სხვისგან საკუთარი თვითმფრინავებს ვაშენებდით ჩვენ თვითმფრინავებს ჩვენ რა ქვია გენშენებელი ქარხანა ქონდა ავტომშენებელი ქარხანა ქონდა საავიაციო ქარხანა ქონდა და ფაქტობრივად ჩვენ ქონდა ყველაფერი დღეს რამე დარჩა საერთოდ დღეს არაფერი არ დარჩა ამიტომ დამოკიდებული ვხდებით ჩვენ ამ თურქეთზე ამ რუსეთზე ამ დასავლეთზე ან აღმოსავლეთზე და ჩვენს ვერაფერს ვერ გვი ჩვენ უნდა შევქნათ პირველ რიგში რომ ჩვენი საკუთარი სპეციალისტები ყავდნენ რომელიც ყველა სფეროში დასაქმდებიან და ჩვენი სპეციალისტები აშენებენ და დაამშვენებენ ჩვენს ქვეყანას და არ არის ცხოველები გეთანხმებით ეხლა მინდა ლოგიკური გადასვლა გავაკეთო ორი ფაქტი მინდა მოგახსენოთ და მე მინდა რომ თქვენი ლექსი წავიკისებ ეხლა რა მინდა ამ განათლებასთან დაკავშირებით იაპონიის პრემიერს კითხეს კი მაგრამ ასეთი წარმატებული რო ხართ ყველა სფეროშიო როგორ ხდებაო ეს და პრემიერის პასუხი იყო ჩვენო პედაგოგს მივეცით პარლამენტარის ხელფასი დავუნიშნეთ ხელშეუხებლობა დიპლომატის და იმპერატორის ღირსება. აი ვის უნდა ინსტიტუტები გადაარჩინეს რომელიც ისინი დღეს იპონია. კი ბატონო. ეხლა გერმანიაში იყო ერთ-ერთი სკოლის დირექტორი რომელმაც გამაოგნა და ჩვენ ხო კანტმა დაგვიტოვა ამოსახსნელად კითხვა რომ რა არის ადამიანი წავიდა ისე ისაცოდა ვერ გაიგო რა არის ადამიანი ვერ გაიგო კი არა ნუ მისთვის მიუღებელი იყო რასაც ხედავდა ხო და რა არის ადამიანი და იქნებ დავეხმაროთ ახლა ჩვენ როგორ გერმანიაში იყო ერთ-ერთი სკოლის დირექტორი რომელიც როცა დააპირებდა ახალი პედაგოგის მიღებას აუცილებლად ერთი კვირით ადრე უგზავნიდა წერილს. და იქ ეწერა არაშინაარსი, რომ მე ვნახე ის, რაც არავის არ უნდა ენახაო კონცლაგერიებს ფოტოებში. მე ვნახეო უძლიერესი მეცნიერებიო სამედიცინო სფეროში. ინჟინერია და ნებისმიერი კვლევების ნებისმიერი ვნახეთ უძლიერესი სპეციალისტი მაგრამ როცა მათ ბრძანება მიიღეს რომ ბავშვები და ისინი გაზის იმაში უნდა გაეგოდათ ქალები ბავშვები და ქალებიო ისინი ხელახებით ასრულებდნენ ამ დავალებას და რა თქმა უნდა მისი მეცნიერება რომ უძლიერესი ექიმია რა თქმა ეგეთი ხო რომ შენ ბავშვები და ქალები შეყარა იმაში ხო ამიტომ მე მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ აქედან გამომდინარე ბავშვები მხოლოდ ადამიანური თვისებებით გამოვიდეს ჩვენი სკოლიდან ეგრეთ არის ხო აი შენ თუ ადამიანი ხარ ხო მე
გინდა ის მეცნიერებაც, მე გინდა ის. ჩემ თუ მეცნიერებად ბოროტებისთვის იყენებ რა არის ესა? სრულიად ამოიღო. განათლების თემა ამოვწურე. კი. ეხლა ეს უბრალოდ უბრალოდ იგივე პრობლემა ვაფართოვოთ. კი ბატონო. სკოლებში გასაფრთხილებლად უნდა მიექცეს იგივე ისტორიას, ჩვენ ისტორიას. იგივე სამშობლოს სიყვარულის თემატიკას, პატრიოტული მოტივის ლექსები და ისინი. კი ბატონო, თითქოს ჩამორჩენილი რაღაცები და ამოიღეს იქიდან. ქრისტიანული კიდე არის სამო ნორმულად რომელიც ჩვენი არა იურიდიული კონსტიტუცია. ქრისტიანული იყო რომელიც გვასწავლის ჩვენ სიყვარულს, ერთგულებას, მეგობრობას, ყველაფერს და ყველაფერს. ამის ამოღება როგორ შეიძლება და პროგრამა არის ერთეული თავი დატოვებული რაღაცები და იყო პერიოდი, ჩემ პერიოდში ბავშვებმა ზეპიროდი წოდით მთელი თავები და ქრისტიანული ცოტა არა ერთმა. და ჩვენ გვინდოდა ყოფილიყავ თავდილი და რეალიც და ყველაფერი ყოფილა დღეს ბავშვები მისაბაძი არ დარჩათ არავინ. და მისაბაძი გაყიდვაც ქუჩაში გადარბიან და რაღაც გაყიდვიან რაღაც სისულელე ესენი გახდნენ მისაბაძები. ამიტომ აი ამ კუთხით არის ძალიან ბევრი სამუშაო, იმიტომ ჩვენ განათლებაზე განათლებაზე ვდგავართ და განათლებული ბავშვი არასოდეს არ უღალატებს სამშობლოს, არ აღარ თავის თავს და უღალატებს მშობლებს, არ უღალატებს თავის კუთხეს, არ უღალატებს თავის სამშობლოს და ეს ყველა მეტად გამოადგება თავის ქვეყანას თავი. კი ბატონო. ეხლა ეს გახლავთ ჩემი ბოლო გამოცემული წიგნი, ბოლო გამოცემული. ეს ამითო ორლექსუსებასთან და კი ბატონო. ეს ცოტა წუხილივით არის პატრიოტული თემატიკაზე ორივე, რადგან პატრიოტიზმს ვაპარაკობთ. და მეორე არის უფრო იმედის მომცემი, რომელიც დავამთავროთ ჩვენ კი ბატონო. მოსკვია წუხილი ნორმან კეგვიძეს შემოეყარა კივჩარი სამზღვარსა მუხრანისასა ხალხური. მანი ვიყავით დღეს რანი ვართ ფიქრობ და ვითვლი არც ფარნავაზი, არც ვახტანგი, აღარც დავითი, აღარც ის დიდი მოლაშქრენი, აღარც ის გმირნი, გახუნებულა, გალეულა ერის გვირგვინიც, ჩვენი მცდელობით ვიქცევია დარი ავდარად, ციხე ჩაშლილა, ჩარღვეულა ჩვენგან გამტყდარა, ჩვენი მცდელობით ერისბედი ბეწვზე ჰკიდია, მამული ჩვენვე გაგვიყიდია და დღეს მივსდით ყველა ერთად, რასაც უყლებლიო დაუფიქრებლად ვასვისებდით, ვასაჩუქრებდით, ხოდაბუნებით, სანახებით, ციხე ტაძრებით, მამულს და დედულს, გადმოხვეწილ ხიზნებს ვაძლევდით, ყველა პატივით, ჩვენი ხალხის ყველა უფლებით, მზისხის უშლიდით, ხალიჩებად მინდრობს უფენდით, პურსთავ თუხისას ურჩევდით და წყურვალს თასებით, ღვინოს ვთხოვდა და თან ბადაგის ღვინოს ვასმევდით, მაგრამ ვინც ვიძმეთ, ძმა არავინ არ დავიძახა, ყივჩაღად დარჩა, ვინც მუხრანთან დახვდა ყივჩაღად, რანი ვიყავით, დღეს რანი ვართ, ფიქრობ და ვითვლი, არც ფარნავაზი, არც ვახტანგი, აღარც დავითი, აღარც ის დიდი მოლაშქრენი, აღარც ის გმირნი, გახუნებულა, გალეულა ერის გვირგვინი. მაგრამ არის იმედი, რომ ეს ყველაფერი წავა და ქართული ერი თავის თავში ნახავს ძალას, რომ და ქართული სისხლი არის ჩვენი გენი, ჩვენი სისხლი არის ამის ასე ვთქვათ მიმნიშნებელი, რომ საქართველოს ყოველთვის ჰქონდა პრობლემები, ყოველთვის ისტორიის მანძილზე, მაგრამ ნახულობდა თავის თავში ძალას და გამოდიოდა პრობლემებიდან. და ქართული სისხლი არის, რომელიც თავიდან თავს გადაეცემა და რომელიც ყველაზე უყუდავია. ქართული სისხლი დასავლიდან მოსვენება აღარ აღირსეს, ვარად დავორეს, დააქციეს, დაანაკლისეს, უცხო მხარეში წვეთობით გაასაჩუქრეს, მალვით გაყიდეს, გაახასეს, გაამამლუქეს, 1000-ჯერ ჯული შეუცვალეს, ჩაწვეს, ჩაგოლფეს, სხვა ხალხმერთები დაუხატეს მერე თაღებქვეშ, ცემით ატარეს ნარეკლებზე, დაში, ავდაში, მაგრამ მოვედით, უფლისნებით მაინც გადავრჩით და მოიყოლეთ იმ წვეთის მცირე წვეთი, თან მოვდიოდით, თან დაკარგულ გზაგზა ვეძებდით, კვლავ ვაღვევდით, კვლავ ვამთებდით, კრეფდით, ვავსებდით, თბილად ფუდავდით, ჩვენს ძაღლებში ლურჯი ხაზებით, გადავარჩინეთ 3 მილიონ კაცში დავმალეთ მის სემოგლობით და მის როეს სინჯად მალმალე კოლბებში ვასხამთ ვახარისხებთ და ჯგუფებად ქარის ქროლაზე ვზნობთ როგორ თვის და იქუფრებან გრიალისი როგორ ღელავს როგორ იმღვრევა ძარბობს საფეთქლებს ეხეთქება ბრძოლის სიმღერად
მოდის მოშხულის მოთქარნობს გზებზე ცხენივით ქართული სისხლი ძილს და სიკვდილს გადარჩენით. Წინდესული პატრიოტული ექსემბოლი საკმარისი არის. კი ბატონო. ესენი ავტომატ თქვენ მოგიდან საჩუქრად ამწის თქვენ გიტოვიტო. უღრმესი მადლობა ძალიან მომიფერები. Გავტონ მან ნაბაშჭე შესანიშნავ პიროვნებას წერალს მეცნიერს მოუღწევს პატივისცემით საუკეთესო სრულებით ბაღათერა. უღრმესი მადლობა ჯერ მაყოს გვერდ ეს არის ახლა საკაუპურტელი ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და მე აქ მომსწავლე კითხავდა ვისი ამონებ ეს მომსწავლეს საერთოდ. ხო, ეხლა უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. იყო ესეთი მომენტი, თემურ ქორიძე რო იყო. ძალიან განათლებული პიროვნება. ძალიან. მეგობრები სხვა შორის ესეთი სუთა პიროვნებაც ძალიან ისე უხარა წავიდა ქვეყანიდან წესიერი სახლი არ ქონდა და ფული არავისგან და ესეთი თავის სამოთახიანი ვინა ხო პატრონისა უბინოს მისა ისე რა ცხოვრობდა ერთօთახიანი კი და ერთჯერ იყო ჩემთან ერთჯერ კი არ იყო მაგრამ ერთჯერ მქონდა თემა ესეთი თემა მარნო მე და აკაკი გამოვედით მწერალთა სახლიდან მეკეთ მოვსეირნობთ აკაკი გაწერილია ხოდა სათხარც ეს პარლამენტის შენობასთან ახლოს მეუბნებაო რომ მოდი რატომ გავჩერდეთ ერთი 5 წუთი 5 წუთი წარგვიდა რატომ გავჩერდეთ და უთხრა ესეთი რაღაც გავუკვირდეთ ახლა ჩვენ გამომბლელსო რამდენ სახეს აწერიაო არ მენდოთ რამოდენად კებელია სასაუბრო ეს შუბლზე აწერიაო რომ არ მენდო დღეს რო აკაკი გაწერილია დამდგარიყო ძალიან დღესაც დღეს იქნება თუ ძალიან მაშინ იმ პერიოდში თვალასი არ იყო დღეს ძალიან ბევრს აწერია იმიტომ რომ ეს პოლიტიკა იქნება ეს კოლეგიალური სამსახურებრივი სხვა ადგილები იქნება ამ შემთხვევაში არის კატეგორია ხალხის რომელსაც მართლა შუბლზე აწერია არ მენდო მაგრამ ჩვენ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ცხოვრების წესით უნდა შევძლოთ რომ ის რომ აწერია არ მენდო წავშალოთ რომ მენდე და მენდე ეწეროს და უბრალოდ უფრო მეტი იყოს ვისაც აწერია უბრალოდ ის მისი მენდე ხილით შეხოს და არის ბოგი და ეს სიკეთე და სიყვარული ომერთ მაკრასოთ დამკვიდრებულს ქართელებში იმიტომ რომ ჩვენ ამ სიყვარული და ერთმანეთს გატანდა ერთმანეთთან გვერდზე დგომით გადავიჩინეთ თავი და მოვედით დღემდე მოსკოვში არის ერთი ძალიან ჭკვიანი ქალბატონი აკადემიკოსია და აღიარებულია როგორც თანამედროვე ახლანდელი პერიოდის ყველაზე ჭკვიანი ქალბატონად და ის ამბობს რომ მეო დღეს სამყაროს ხედავო თითქოს ფსიქიატრიული საავადმყოფოა და ექიმი არ არის და აქვე ამბობს დავალაგება ესენი აინშტაინი მე ვარ გიჟეთოს ყოლი ეს იყო ეს მაგრამ ეხლა ხო გამძაფრებული ორივე შეთანხმები იმ პერიოდში და დღეს რო წამოვყენა ეს ევანდელია ეს ისინი გადაირევდნენ იმიტომ დღეს ძალიან ნაცდეს მთელი შეშლილია გადავხედოთ შეშლილია და ვიზანტო შეშლილი საფარო მართლაც და ჩვენ ვაკვირდებით როგორი ლიდერები ყავდათ ევროპის ქვეყნებს და დღეს როგორი ლიდერები ყავთ ტეჩერის მაგრამ ვიღაცა მოვიდა, კოლის მაგრამ ვიღაცა მოვიდა, იმის მაგრამ ვიღაცა მოვიდა და ესე იგი საოცარ არც ისტორია იცია, არც თავისი ისტორია, არც გამოსები, არც ტრაგედია, რა დამართა იმ სამუდმოობა, თქვა რუსეთს რო ემოქმედა და დღეს ისე უნდათ რომ ესე იგი ეს ომი მოხდეს სოფლიო ომი დატრიალდეს და ატომური ომი მოხდეს. აი ისთვის იყენებენ ისინი თავიანთ განათლებას. ბოროტების იყენებენ ეს და უბრალოდ ის არის განათლება სწორედ ის განათლება რა მიღებული. მათთან ზედაპირული განათლება როგორც აი დღეს კომპიუტერული მოგება და ის კომპიუტერული ეს როა განათლება დღეს Facebook-ის განათლება დაახლოებით ინფორმაციის რაღაც განათლება, მაგრამ
სიღრმისეული განათლება არ აქვს მიღებული. რომელმაც დაიცოდა თავის ისტორია, ისტორიის გავლილი გზა, რა შესწავლიდა უშუალოდ თავის ცხოვრებაში და დღეს ისევ გერმანია ისევ რა ქვია რუსეთს აპირებს თავდასხმების მოწყობას. რუსეთი რა გაჩერდება იგივე არ მოხდება რაც მოხდა. თქვენ ამავე მათქეს სიმართლე დღესაც იგივეა. ეხლა ამაში მინდა რაღაცნაირად ამიხსნათ ბაღათერ. ქალი ცვალებადია. უგუნურია ის ვინც მას ემდობა. ქალს. რამ დააწერინა ეს კივილიანის სიტყვები თქვენი აზრით საფრანგეთის მეფე ფრანსუა პირველს თავისი ციხე დარბაზის შუშაზე. ეს იგი როგორი გამწარებული იყო ის სათსუთავი რომ შუშაზე დაიწყო წერა და ეხლა ის ყოფილიყო ჩვეულებრივი მომდავი ხო და არა ფრანსუა პირველი. ხო იფიქრებდი რომ ეს ქალი ნახა მარტო ვიღაცა აშარი და მორჩა. ახლა ფრანსუა პირველს დაგვაჯერებს ვინმე რომ მარტო ერთი ქალი ყავდა ნანახი. ეს იგი ყველამ გამწარა. ასეთია ქალი. ფრანსუა პირველს მოლოდი არ ვენდობი. კიდე კარგი, კიდე რაღაც პროცენტი შეიძლება ვენდოთ რომ არსებობენ ისეთი ქალებიც და არსებობენ ისეთი კაცებიც. მაგრამ ყველა ისეთი როგორ შეგვიძლია ჩანს ფრანსუა ძალიან გამწარეს იმ ქალებმა. ამ შემთხვევაში გამართლებულია თორე ესე მერტო დაიფაროს იმიტომ რომ ქალის ღვთაებრივი არსება და საოცარი ეს დედა ბებია ის ემსახურება მომავალი თავის გადარჩენა ქალი არის ხიდი ისტორიაში ერთი ნაპირი და მეორე ნაპირზე თავის გადაყვანის კი მაგრამ ეგ ჩვენთან და თურმე იქ გამწარებიათ მაგარი ბაღათერ მოხდით ულამაზეს სამეჯლისო დარბაზში სადაც ესე იგი გამოცხადდა თეთრი ცეკვა და თეთრი ცეკვა ყველამ ვიცით რომ ქალი იწვევს ამ დროს მამაკაცს ეხლა ეს 24 საათიანი ის რო ყოფილიყო რეჟიმი მე ცეკვის დარაჯ დავჭებოდი თვითონ ვერავით ვერ გავბედავდი მაგას მაგრამ აი როგორც მამაკაცი რომელ ქალბატონს ისურვებდით მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგიძლიათ ისურვოთ რომელ ქალბატონს ისურვებდით რომ თქვენთვის ეთხოვა ცეკვა მოსულიყო და ეთხოვა ცეკვა ამ შემთხვევაში ეთხოვა და ალბათ გადავთვალე ხო არის ბევრი ვისაც ისურვებდი მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვისურვებდი რომ თქვენ გამოგეწვიეთ მე მაგათენ მაშინ გავბედავდი ეგ პატივი რატომ დამიცე როცა უსაშველო მომეცა უღრმესი მადლობა ჩემო კარგო უღრმესი მადლობა კარგი სოკრატე პრობლემა ყველა პროფესია არსებული არის ადამიანის მიერ შექმნილი მხოლოდ სამია ბაღათერ ღმერთის მიერ შექმნილი და ეს სამი პირველი ნომერი არის პედაგოგი მეორე არის მოსამართლე და მესამე ექიმი ეს არის რომელი ექიმი სრულად ეთანხმები შეიძლება შეუსწორო რამე სრულად ეთანხმები პედაგოგით ამიტომაც არის რომ ამერიკაში ყველაზე დიდ ხელფასებს პედაგოგებს და ყველაზე დიდ ხელფასებს ადვოკატებს იგივე იურისტებს ამიტომ ასე რომ ესე იგი და ექიმი თავის თავის ექიმის გარეშე თქვათ არა ნუ ახლა სულის პურნალია პედაგოგი და სხეულის ექიმი რა თქმა უნდა ხო ამათ ვერ ჩანაცვლებს ვერაფერი თავის თავის და ეს არის ღვთის მიერ ხელდასმული ამიტომაც არის ამერიკაში რომ ყველაზე დიდი ხელფასი არის პედაგოგი და ყველაზე დიდი ხელფასი აქვს ადვოკატს ესე იგი ადვოკატსაც იურისპრუდენცია ჩახედული არის და ადამიანს ჭირდება ექიმი თავის თავის რომელიც ყოველდღიურად სულის ექიმი და სხეულის და სულის ექიმი წერილებით ამიჩნეული რადგან თავის ნაწარმოები თავის შემოქმედი რომ სულიერად ამტკიცებს ეს ეს რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს თაებრივი პოეზია ხელისუფლება უნდა იცოდე და ყველა მიცის იმიტომ რომ იგივე პროფესორსაც ვიმუნდები ხო იქ რო არის ეს სამაგალითო რაღაც ესე იგი სამაგალითები ხო ეს სულიერი გამტკიცებისთვის და ამტკიცებდა ადამიანს და ის თავდადებული იყო მეგობრისთვის თავის შეყვარებულისთვის თავის საყვარლისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ
და ამ მიმართულებით არის ეს გამართლებული. კი. ჰერმან ჰესე ამბობს, თუ შენი ბედნიერებისთვის და სიამოვნებისთვის ვინმეს ნებართვა გჭირდება, უბადრო კი ყოფილიყარო. შენი პატავეთან დავისთან ცხადია, უნდა დავეთანხმოთ აუცილებლად. შენი ბედნიერებისთვის ვიღაცის რჩევა და ვიღაცის რჩევაზე მიდიხარ. შენ უნდა არსებობდეს ეს კონტროლი, შინაგანი და ეს ღირებულებების შეფასების დონე, რომელთაც შეგიძლია შეარჩიოს ადამიანი, რომელიც შენთვის მისაღებია და რომელიც შენთვის ძვირფასია. ძალიან მიყვარს ენტონი ნიულის გამონათქვამი. გააჩერეთ დედამიწა ჩავდივარ. გაგჩენია სურვილი. გამჩენია სიმართლე გითხრათ, უბრალოდ აი დღევანდელი გადასახედიდანაც ისეთ შიხში მათ შესული, უბრალოდ ახლა გარემომცველი სამყარო, ესე იგი ისე არის დაძაბული. გამოსავალს ვერ ხედავ რა. გამოსავალს ვერ ხედავ და თან ყოველდღიურად უფრო უარესდება. კი, ადგილობრივად დღეს უსმენდი პოლიტიკას ეხება, მაგრამ პოლიტიკას ისეთი არა თქვა რაღაც უკრაინის პრეზიდენტი ჩავიდა ინგლისში და ინგლისში ჩავიდა ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებიც, რომელზე მოვითათბირონ, ესე იგი როგორ ევებონ რუსეთს. ალბათ, ხო ეს იქნება საზრაზე, როგორ შეერობა უკრაინა, ერთი უკრაინა ხო გაწიეს საერთოდ. გაწირულია უკრაინა მილიონამდე ადამიანი გადაცვლილი უკვე. და იმთომედოდ რომ ეს ყველა იმაზე ეწოდეს ახლა სახელმწიფოები, ეს ნატო იქნება თუ ვინც იქნება, რომ ეს ომი შეაჩერონ, ეს არის ბოროტება. ეს არის არჩევნები ხალხის ხოცვა. ყველა მოიხსნა ნიღაბი. ხო, და დღეს ისე ბროდებიან, დღეს მოვისმინე რომ ეს ზელენკი ჩაგზავნა იქ, შეხვდები მეიერს და ვიღაც მეიერა რაღაც ფაქტუელს ინგლისის პრემიერს ის შეხვდა გადაკოცდეს დიდი ამბით და ნატოს ქვეყნების წარმომადგენლები და რომ შეერაგონდა ურსულა თუ კაია კალასი არის რომელი გამოვიდა დღეს გამოვიდა რომ ესე იგი 9 მილიარდს გამოუყოფენ უკრაინას რომელი შესაძლებლად ეს დღევანდელი ტელევიზიის მოვისმენთ ახლა ეს არის რა ქვია ეს არის რა ქვია ქვეყნის ხალხის მარტოი შენ ესე იგი 500 მილიარდს დროები შეძენ რამდენი შეეწირება იმას რამდენი შეეწირება ამდენ დრონებს ხო ესენი სატანები ესენი ქალტონა არა პოლიტიკას სატანები ესენი არა ესენი ადამიანები რაღაცა დაკარგულია კიდე ის ურსულა როა ის საშინელება კაცია თუ ქალი ვერ გაიგო უბრალოდ რა პიროვნება არის და ესე იგი დედებია ქალებია და ყველაზე მეტად აქტიურობენ პოლიტიკოსი ქალები ხალხის შლეთისთვის ეს სატანის სულმა გაცოცხლა სატანის სული ოჯახს მათში და უბრალოდ ეს აქტიურობს სხვა რა უნდა იყოს ეხლა მე მომაგონდა ის რომ ძალიან მიყვარს ჭკვიანი ქალი იქნება თუ კაცი მაგრამ რა ვქნა ჩემი აზრი მაქვს და ხო აქვს ჩემ აზრსაც არსებობის უფლება რა და მინდა ვკითხო მე მაგალითად ხო არ მომწონს ის ჩვენთან ვამბობ ეს ჩემი ის არის სუბიექტური აზრი და არავის არ მეუბნები რომ არ გააკნათ ან მინდა გიჯერებს მაგრამ რატომ უნდა პოლიტიკაში შესული არ მეჩვენება პოლიტიკა ქალების სტები თუ მეწვით სტები და გამისავალებით მაგრამ ზეგი სულიად გადახმებით არიან და ჩვენ ისტორიაშიც ქალები თანამედროვე საკმარისია სამოცარი დიდი პოლიტიკოსი ეს ერთეულები დიდი ერთეულები მაგრამ ქალების აქტიურობა დღეს ესე ქართული პოლიტიკაში ეს ანომალია ეხილი პოლიტიკოსი გახდა ყველა პოლიტიკოსი მუსიკოსი პოლიტიკოსი იმ დრომაში ფულშოულობე ფულშონის ყველაზე იოლი გზა გახდა პოლიტიკაში ჩახვევა და ქალის რა ქვია გამოსვლა პოლიტიკოსობა და რაღაცა ეს არის ყველაზე დიდი ამაზრზენი და ყველაზე დიდი ანომალია მე რა თქმა უნდა ამას ყველაზე ალაპარაკო მაგრამ ძირითადად ძალიან მასიური სახე მიიღო თან ის ქალები რომლებიც რაღაც ხელმოწარულები მეცნიერებაში კულტურაში მედიცინაში რაღაცები და იმათ აი გასახანი ნახეს რა და უბრალოდ ფიქრეკანას ციკეთებენ ამით რომ აი მე ქალი ვარ ეს ხო არ არის ბაბათერ სულ ამას ფიქრობ რომ ეს არის ძლიერი ქალი პოლიტიკოსი ქალი ეს ყველაფერი ხო არ არის
სახლში სუსტი მამაკაცის ყოლა. ამის შედეგი ხო არ არის. იმიტომ რომ იქ ის ვერ ნახა კაცის როლში და მთელი ის აიღო თავის თავზე. მე მგონია რომ თელ ბოლომდე ამის ბრალი არ უნდა იყოს. და მე ვიცი რომ ძალიან კარგი მეუღლეები ყავთ და ძლიერი მეუღლეები ყავთ, მაგრამ ეს ქალები ყველაზე მეტად აქტიურობენ მაინც დღევანდელ პოლიტიკოს ქალებს ვიზახებენ. და ეს არის ამაზე, იმიტომ რომ და ის ქალებიც საერთოდ ის ქალები კაცები თავისი კრები ჩააჩოჩეს და თვითონ რაც არ არის ქალის საქმე, სისხლი დახურილი. მკვდრების აღრიცხვა. მეორე იყო ყოველთვის მამაკაცი და ქალი. და შემდეგი მის და პირობებს რომ ასე დაყოფილიყო ვაჟკაცი და შვილის უნდა გაზარდო შენ მეუბრად და არა შენ უნდა იყოს თქვა ქუჩაში დღეს რომ გამოდიან ქალები და ესე იგი სამშობლოს როგორ მიხარია რომ თანამოაზრე ხარ თანამოაზრე. ყველაფერი ვიცი ეს არის საქმეა არა თქვა იმის გამო რომ ქალს ვერ უტან როგორ შეიძლება ქალბატონებს არცემდება რომ პოლიტიკოსი ქალის ასეთი საქციელები როგორც დღეს იქცევენ ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებში და ქუჩებში როდგან დავიწყოთ ომი მაგის ბრალი ამერიკა უტანანა რომ ესე იგი შვილი წესები ვერ გაზარდეს ის შვილი მე გამოვიდა და დედამის მიბაძა დადგა ქუჩაში ჩვენ დავუყეთ სად არის თეთრი მანდილის დედა არის სწორედ თეთრი მანდილის სამდიდე უნდა იყოს აი ამ მომში ამ დაპირისპირებაში და პირიქით აღიზიანებენ თავის ქმრებსაც, თავის მეგობარ მამაკაცებსაც, რომ უფრო აქტიურო და უფრო მეტი ზიანი მიაყენონ ქვეყანას. ხელამდელი ხედავთ როგორ გადიან უცხოეთში და დასმენებად საქართველოს მოღალატეებად, საქართველოს რაღაც ამბების გამტანებად იქცნენ ქართველი ქალები. უმრავლესობა პოლიტიკოს ყველა არა თავის თავაცანებად უმრავლესობა. ეს არის ძალიან დიდი საცოდოობა ჩვენთვის და დიდი დანაკლისია ქართველი დედის, რასაც ქართველი დედის ფუნქცია ჰქვია. რომ ქართველი დედა ყოველთვის შვილის აღზრდაზე და ქმრის ხარში რეალიზება ოჯახში უნდა მოახდინო. სიტყვა უნდა შექმნა. აი იმან თქვა ნეკრასოვმა თქვა აღარ მახსოვს ახლა. მთელ ჩემს ნაშრომებსო გადავცემ იმ ადამიანსო და გადავყვებით რომელიცო მე მაგრძნობინებს რომ მისთვის სულ ერთი არ არის მე დღეს მივირთვი თუ არა რამო და სახლში რომ მივდივარ დამხვდეს სადილი ამაში გავცვლიდი ყველაფერსო რა გინდა რომ გამოდიხარ ახლა და იმას შევეკრიბ ამაზე ის კალი ვერ იცის თავისი ოჯახისთვის ვერ იცის თავისი შვილისთვის ვერ იცის თავისი თქვათ ქმრისთვის ძიძაზე მიბარებული ყავთ შვილები ხო ძიძა ძალიან კარგია და მე არაფერი საწინააღმდეგო ვაყავს რაც დედას შეუძლია გადაცეს შვილს იმას ვერავიდან ვერაც ვერ მიცემს ეხლა ერთი რამ მინდა გითხრა როგორ შეიძლება რომ საკუთარი მაგალითი წაიშალოს შვილისთვის დედისაგან საკუთარი მაგალითი დედა რომ გამოიღებს ერთ სიგარეტს პირიდან და მეორეს იტევს და ამას შვილი უყურებს შენ როგორ მიუთითებ მას ხო ვერ მიუთითებ და მე კიდევ მამაკაცი ხარ მე ამდენი ხანია გიცნობ და მართლა ძალიან ღირებული მეგობარი ხარ ჩემი აი ძალიან აი მე ერთი კითხვა მაქვს შეიძლება მამაკაც სიამოვნებდეს ქალის გვერდით ჯდომა თუ იქიდან მხოლოდ სიგარეტის სუნი გამოდის მაპატიე და ბირის უკან დეთანხმებით გამომანა თავი მიუღებელია ბავშვმა არც მეიცოდა სიგარეტს შეეწევა დედა ის კი რა მამა რო ეწევა თქვა სახლში მე სიგარეტს ვეწევა ერთ პერიოდში სახლში არ ვეწევა ნუ კასეთი თქო სახლში არ ვეწევა სახლში არ ვეწევა იმიტომ რომ სოციალურ ნახაშვილსა და როცა სამაგალითო არ ყოფილიყო მათთვის ამ სიგარეტის მოწევაში დედაში და ეგ არის ბედური რომ დღეს ეს დედები მაგალითს ასეთ მაგალითს აზრებენ თავის შვილებს და მე ის რომ წმაწურად იგინებიან იგივე ტელევიზია და ქალების განსაკუთრებიდან ამათია მაყურებელმა ყველა ქალზე არა საუბარი ემაცე ვინც ამ წლების განმავლობაში ქუჩაში დგას და ვინც ერის გადამრჩენილი მანტია მოისხეს და მამაკაცები საერთოდ დაივიწყეს თავისი ოჯახები და ესე იგი და მაგარი ხარ თუ ბილციტყვაობიდან გამოიჩინე რა თქმა უნდა ეს მიუღებელია გაუტანანა და ჩვენ ვიცით დედები
მრავალშვილიანი დედები როგორც დიდენ თავის შვილებს და ამზადებდნენ საქართველოს გადარჩენის საქართველოს ჯარისკაცად აღეზარდათ თავის შვილები და არა დღეს რადგან ხერხებულიძეს ის მათ სასაცილოთა აქვს დაგებული მართლა ჯერათო ეხლა მე გეკითხები თქვენ ერთი რამ მაწუხებს შენ რაც გინდა ისქენი რაც გინდა ის დაიზიანე რახან ამდენი არ გესმის ხალი რო ხარ მაგრამ როგორ უშველოთ მუცლად დატყვევებულ ნაყოფს რომელიც ბერსად ვერ გაიქცევა და უნდა დაახჩოს დედის აი იმათ ხო გადარჩენა ჭირდება დღეს ეგ არის ეს მოდად იქცეს ყველაფერი დასავლეთის გავლენითაც ეს თავისუფლება მოიპოვეს ის შეზღუდვები რაც არსებობდა ჩვენი წესჩვეულებებით ხევსურეთში და თაში და საქართველოში ეს წესჩვეულებები თავისთავად დავიწყებული იქნა მამაკაცები როლი ერთგვარად შეზღუდეს ამ ქალებმა თავისი აქტიურობით და სიგარეტსაც სვამენ ეწევიან კიდეც სვამენ ყველაფერს აკეთებენ ნუ უზნეობაზეც არ იტყვიან უარს ამიტომ ესე იგი ეს პერიოდის ალბათ რაღაც ერთგვარი ცხოვრებაში დგება რაღაც დაავადების პერიოდები და როდესაც ერთგვარი დაავადების პერიოდს გავდივართ ჩვენ დღეს ესე გამოცდის პერიოდი არის გამოცდას გავდივართ და ერთი გამოვიწყოთ და ამის ყველაფერი ჩაივდის ალბათ ღმერთმა ისმინო სამხაროს კანონი როცა გრძნობა ჩნდება და მას კეტავ რაიმე მიზეზით უხურავ კარს იხურება ყველანაირი სიკეთე ოჯახში მათ შორის მატერიალურიც აი სამყაროს კანონი რა ყოფილა დამთავრდა დრო და ამიტომ მინდა ამით დავასრულოთ მარტვენი მიყვარს ძალიან სიყვარული ბუნების უმაღლესი პოეზიაა მე შეხედავთ სიტატქონდა და სიყვარული ეს არის ის ძალა რომელიც ყველაფერს ალამაზებს ამ სამსახურში ეს იქნება ოჯახში ეს იქნება სამსახურში ეს იქნება საზოგადოებრივ საქმიანობაში სიყვარულის გარეშე არაფერი არ იქნება სიყვარული ძალსა შენსა ვინა არსობე არ მონაშეს ამაშეს ისიუგო გითხრა ასეთი რამ სიყვარული დავასრულოთ გადაცემა პირველი ნიშანი ნამდვილი სიყვარულისაო არის მამაკაცის მხრიდან გაუბედაობა და ქალის მხრიდან გაბედულება მითხარით და როგორი ეს აი ამას ფორმირება საინტერესო მაგრამ ყოველთვის არ გამოდგება არის მომენტი როდესაც მამაკაცის მხრიდან უნდა იყოს უფრო ალბათ აქტიურობა თავისთავად ცხადია მაგრამ კაცის მხრიდან რატომ დავართვა მე ხო მაგრამ ქალის მხრიდანაც ეს შეზღუდული არ უნდა იყოს ორივეს ეკუთვნის სიყვარული თანაბრად მათში თანაბრად თქვენ ამბობთ ამას გამოხატვის ფორმა შეიძლება მამაკაცს მოიგოს თავის თავზე უფრო ვერაფერსაც ვერ იღებს ამ გაუბედავება აქტიურად მაგრამ ქალსაც აქვს უფლება მაგრამ თავისი სიყვარული გაუმჟღავნოს მამაკაცს ასე რომ სიყვარული განუყოფელია სიყვარული ორივეს ყოფილება მამაკაცის და ქალის და მათ შეუძლიათ რომ სიყვარულით დათმობის ჟამიც იხილონ ყოველთვის და ეს სიყვარულია რომელიც ჩვენ აგვამაგნებს რა დაგეთემოთ დავასრულეთ მაგრამ ეხლა უყურეთ აი ეს კითხვები იყო ახლა რაც გავიარეთ და რამდენი მაქვს თქვენთვის მზად უყურეთ მადლობა თქვენ აი ძალიან მინდოდა რომ მოსულიყო იმიტომ მე თქვენ გადავარდოთ მე დიდი მოლაპარაკე არ გაყოლე მე მახსოვს რომ ციკლი მოკლედ ძალიან გამიხარდება თუ კი მეწოდინება რომ თქვენ ისიამოვნეთ ჩვენთან ერთად ყოფნით და ჩვენი მოსმენით დიდი მადლობა უღრმესი მადლობა ბატონ ბაბათარ არაბულს რომ მოგზაურდა მე ვიცოდი რომ მასთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა და ძალიან მიხარია რომ დრო იპოვა და ჩვენთან ერთად არის მე გემშვიდობებით 4 შაბათს 22 საათამდე მშვიდობიან ღამეს გისურვებთ დიდი მადლობა ტელევიზია ქართულს
Thank you.